ძალიან მარტივია. უნგრეთს ყავდა პრორუსი ავტორიტარი. ვიქტორ ორბანი არის პრორუსი ავტორიტარი, რომელიც 16 წლის განმავლობაში ავტორიტარულად მართავდა უნგრეთს. ორბანთან მიმართებაში პირველად პოლიტოლოგებმა სხვა სახელმწიფოებში თუ პოლიტიკურ სტატიებში გამოიყენეს პირველად სიტყვად შეთანხმება ელექტორალური ავტორიტარიზმი. მეცნიერულ შეფასებაში. ორბანის პირობებში უნგრეთში ოპოზიციური ან კრიტიკული მედია ან დამოუკიდებელი მედია საერთოდ არ არსებობდა. ის კი არა რაღაც, საერთოდ არ არსებობდა. არ ვსაუბრობ საინფორმაციო სააგენტოებზე სოციალურ ქსელში. ტელევიზია არ არსებობდა ოპოზიციური ან კრიტიკული. თავის მხრივ ორბანი იყო ოლიგარქიც კიდევაც. ბოლო 14 წლის განმავლობაში მისდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელიც ცნობილია საერთაშორისო მედიაში როგორც ორბანის 12 მეგობარი. მისი უახლოეს გარემოცვა, რომლებიც ბიზნესმენები გახდნენ მის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 30 მილიარდი ევროს, მხოლოდ და მხოლოდ 30 მილიარდი ევროს, მხოლოდ და მხოლოდ ტენდერები აქვს წაღებული. შავფულზე რაოდენობის ფულზეა საუბარი, აქ კიდე საუბარი არ ვიცი რაზე შეიძლება იყოს, ალბათ ძალიან ბევრად უფრო დიდ თანხებზე და დიდ ციფრებზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ ვითარებაში უნდა შევაფასოთ მაგალითად სამართლებრივი გარემო. საარჩევნო კანონმდებლობა ნებისმიერი მეორე კურსელი იურისტიც კი თუ წაიკითხავს საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს უნგრულ პირობებში აღმოაჩენს, რომ ორბანის პირობებში საარჩევნო კანონმდებლობა იყო ძალიან მორგებული, ჯერ ძალიან უსამართლო, გაუგებარი და მორგებული ხელისუფლებაზე, ანუ ორბანს. ხედავთ ხო, რაც ხდება გადანაწილების მიხედვით წინა არჩევნებზე, სწორედ ესე ხდებოდა. ხელისუფლება ყოველთვის რჩებოდა მოგებული, ისეთ გაუგებარი ფორმულები ჰქონდა შეთავაზებული. თუმცა ბატონო ირაკლი, როგორც გითხარით, ოპოზიციის მეორე ნაწილი უნგრეთსა და საქართველოს შორის განსხვავებებზე აკეთებს აქცენტს. უნგრეთის ამბავი ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილია, თუმცა არასდროს ხდება ერთი და იგივე მოვლენა ორჯერო. გეუბნებიან მაგალითად გვარამია მელიას კოალიციაში, სადაც განმარტავენ რა განსხვავება არსებობს უნგრეთსა და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის. უნდა ვხვდებოდეთ, რომ უნგრეთში არჩევნები ჩატარდა, ხოლო საქართველოში ყველამ ვიხილეთ სიმბოლო შავი ლაქა, რომელიც იყო საარჩევნო ბიულეტენზე, შესაბამისად საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არჩევნები. ამას ემატება ის, რომ უნგრეთში არ არის ის ვითარება, როდესაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ლიდერი ნამყოფია ციხეში. ამიტომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული განსხვავება უდიდესია, ეს მოკლედ იმ განცხადების შესახებ, რომელიც დღეს გაკეთდა სწორედ გვარამია მელიას კოალიციაში. მართლაც რამდენად შეიძლება ამ განსხვავებებზე თვალის დახუჭვა, ამ გარემოებებზე არ საუბარი იქნება თუ არა სირაქლემას პოზიციაში ყოფნა და აქვე ჩვენთან მართლაც პრაქტიკულად ყველა ვინც ოპოზიციაში ხმას იღებს ციხეში ხვდება. შესაბამისად ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უნგრეთში ოპოზიციისთვის პოლიტიკის კეთება უფრო მარტივია, ვიდრე ეს ქართული ოპოზიციისთვისაა. უნგრეთში ოპოზიციური პოლიტიკის კეთება მარტივი არ ყოფილა. 16 წლის განმავლობაში უნგრეთში ვიქტორ ორბანმა როგორც ავტორიტარმა გააქრო პოლიტიკური ველიდან პოლიტიკური პარტიები. ისინი გაანადგურა ფინანსურად, პოლიტიკურად, მედია არ არსებობდა, კრიტიკული მედია და დამოუკიდებელი მედია, ამიტომ თქმა იმის, რომ უნგრეთში ოპოზიციური საქმიანობის წარმოება არის მარტივი პოლიტიკური ოპონენტები. აი, ამაზე პასუხობთ. მარტივი უნგრეთში პოლიტიკის კეთება და ოპოზიციური პოლიტიკის კეთება არასდროს არ ყოფილა. მათ შორის პეტერ მადიარი, რომელმაც ახლა დაამარცხა ვიქტორ ორბანი, მის მიმართ ორბანს და მის პარტიას, სახელმწიფო პარტიას, ისეთი მძიმე ბრალდებები ჰქონდა გაჟღერებული, რომ დამარცხების შემთხვევაში მადიარს აუცილებლად დაიჭერდა. სამართლებრივი ბრალდებები წამოუყენეს. ეს პუტინისტური, აქამდე თუ პუტინისტი იყო, დღეს როგორ გახდა დემოკრატი ორბანი, იმიტომ რომ დამარცხდა არჩევნებში. წარმოუდგენელია ის არათანმიმდევრულობა, რომელზეც დღეს საჯარო სივრცეში ხდება მსჯელობა. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ივანიშვილის დამარცხება არის ერთადერთი სწორი გზა, რომელთაც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ
რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობაც, სტაბილურობაც, კეთილდღეობაც და ხელისუფლების ცვლილებასთან არის ყველაფერი ეს დაკავშირებული. ისე არაფერი არ იქნება, არც კეთილდღეობა იქნება, არც მშვიდობა იქნება, არც სამართლიანობა იქნება. თქვენი მისმის უბრალოდ მაინც მეტ არგუმენტს მოითხოვს კითხვა. არგუმენტები არის. იგებთ არჩევნებს. კიდევ ერთი განსხვავება მე შეგახსენებთ, რომ ლელუარის იმ სამ პარტიას შორის, რომლის აკრძალვასაც სახელმწიფო პარტია ითხოვს და ამავე დროს ძალაშია უკვე და მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალული პარტიის წარმომადგენელს ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა. ანუ თუ ლელოს აკრძალავს საკონსტიტუციო სასამართლო, პირადად თქვენ ვეღარ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთი კანონიც არ ქონდა, ხო, ვიქტორ ორბანს და ესეც კიდევ ერთი განსხვავება. შესაბამისად, მაშინ იქნებ გითხრათ, რისი იმედი გაქვთ, როგორ იგებთ არჩევნებს. ხომ არ გაქვთ მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვარს ეტყვის ქართულ ოცნებას მისი საკონსტიტუციო სარჩელის გაზიარებასა და დაკმაყოფილებას. ასე შევხედოთ ძალიან მარტივად. ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ გვასწავლის ლელოს ჭკუას, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები და როგორ მივშევოთ, ეს ერთი. მეორე, ლელო არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც კი ასაკრძალთა სიაში ყავს შეყვანილი ქართულ ოცნებას. ლელო არის ის პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც საპატიმროში ისხდნენ და კიდევ ახალი ბრალი აქვთ წაყენებული მამუკას და ბადრის. თავის მხრივ დღეს ყავს სამი პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ლიდერები მათ შორის, ადგილობრივი თუ ცენტრალური. ანუ ამ ვითარებაში ჩვენ ზუსტად საკუთარ მხრებზე და საკუთარ თავზე ვიცით, რას ნიშნავს რეპრესია ქართული ოცნების მხრიდან. თუმცა ეს ვერ გვათქმევინებს უარს იმაზე, რაც არის სწორი. სწორი არის სამართლიანი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ორი საკითხი, რომელიც ჩვენ არ მოგვიხსნიათ დღის წესრიგიდან. გამოდიან ხშირად პოლიტიკური ლიდერები, დღეს ამბობენ, რომ არჩევნები კარგია, გუშინ ამბობენ, რომ რუსული სპეცოპერაცია მარტივად გეტყვით. ეს ადამიანები, რომლებიც ამ მოსაზრებებზე არიან, მადიართან რო ყოფილიყვნენ პოლიტიკურ პროცესში, მას ეტყოდნენ, რომ მადიარი მონაწილეობს რუსულ სპეცოპერაციაში. და ამის გამო მადიარს არ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მიიღო კიდევაც მონაწილეობა, დაარწმუნა კიდევაც უნგრელები და დაამარცხა კიდევაც ავტორიტარი, პრორუსი ავტორიტარი ვიქტორ ორბანი. ამ ვითარებაში მუდმივად იმ ეჭვის გაღვივება, რომ არჩევნები არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი უძლეველი არის ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო საქმე. რისი გაკეთებაც არ შეიძლება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ნათლად, რომ მოდიან თქვენთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რას ამბობენ ხოლმე? თბილისი არის ოპოზიციური ქალაქი, 80% არის ოპოზიციურად განწყობილი, 20 განწყობილი ქართული ოცნების სასარგებლოდ, ხო? ამ ვითარებაში, ამ ხელა უპირატესობის პირობებში, როგორ შეიძლებოდა ის რაც გააკეთეს? აჩუქეს ივანიშვილს და კალაძეს, 20%-იან კალაძეს დედაქალაქი. და ჩვენ საუბრობდით საერთო კანდიდატზე. ჩვენ საუბრობდით, რომ არც ჩვენ ნომერი გვაინტერესებდა, არც სახელი გვაინტერესებდა, არაფერი. საერთო კანდიდატზე შევთანხმებული ყავით. სალომე ზურაბიშვილზე საუბრობდით. ჩავლილი ამბავია. არა, როგორ არის ჩავლილი ამბავი? პარალელზე ველაპარაკებით. როგორ? არა, უკაცრავად. თქვენ მესაუბრებთ პარალელზე. მომავალში იმისთვის, რომ ქართული ოცნება მაგრამ იმისთვის, რომ გაიგო რა გაკეთეს მომავალში, უნდა გავიხედოთ გუშინდელ დღესთან და დავინახოთ რა შეცდომები დავუშვით. და მე არ დამიშვია ნამდვილად ეს შეცდომა. ბევრი შეცდომა მქონია ცხოვრებაში, მაგრამ არჩევნებს რაც ეხება, ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. შეცდომა იყო ბოიკოტი, შეცდომა იყო არჩევნების რწმენის დაკარგვა საზოგადოებაში, რაც გააღვივა. ხვალ რომ რიგარეში არჩევნები ჩაინიშნოს, გამოვლენ ეს ადამიანები და მიიღებენ მონაწილეობას. თუ ისევ გააგრძელებენ, რომ არ აქვს არაფერს აზრი, აბა რას როგორ ცვლიან ხელისუფლება დამხობით და როგორი დამხობაც გააკეთეს ესეც ნახეთ სამწუხაროდ. ოპოზიციას აქვს მათ შორის ლელოს კონკრეტულად იმის რესურსი, რომ არჩევნების გზით დაამარცხოს ქართული ოცნება. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას აქვს ძალა, შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი. ლელო ამ ბრძოლაში იქნება ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი. თუმცა ლელოს დარწმუნება არ იქნება საკმარისი. ისევე როგორც არ იყო 2025 წელს საკმარისი. არც ხვალ შეიძლება არ იყოს საკმარისი და ამას სჭირდება სრული მობილიზება. ყველას მიერ გადაწყვეტილების მიღება, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომ არჩევნები არის მშვიდობიანი, სწორი, სახელმწიფოებრივი გზა. ამ ქვეყანას რა ჭირდება? რითი იგებს ქართული ოცნება? ომის პროპაგანდით, ტყუილებით, ზეწოლით, მუქარით და ამას თუ არ უპასუხოთ, მადიარის კამპანიის ანალიზზე როცა საუბრობენ, რა კამპანია ქონდა? სოციალურ საკითხებზე საუბრობდა და იმ შიშებს პასუხობდა ზუსტად, რასაც თესავდა
ვიქტორ ორბანის ხელისუფლება და ამ დროს მე როცა გამოვდივარ და ვსაუბრობ 1000 ლარიან პენსიაზე, სოციალურ შემწეობის უსამართლო გაცემის წესზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, მუნიციპალურ საკითხებზე, 10000 ავარიულ სახლზე მხოლოდ თბილისში და დედაქალაქში, უკანონობაზე და კორუფციაზე, გამოდიან ეს პოლიტიკოსები, მეუბნება რომ რა დროს ამაზე საუბარია, მხოლოდ ილაპარაკება, მაგრამ რუსული რეჟიმი როა, მე მესწავლება, საკუთარ ტყავზე ვიცი, არც ერთი იზოლატორი არ დამიტოვებია, მგონი ყველა იზოლატორში ნაჯდომია, ჩემი პოლიტიკური ლიდერები ციხეში ნამყოფები არიან, კიდევ ციხე ემუქრებათ, ან ყველაფერი გავიარეთ და ყველაფრის გავლა კიდევ წინ გველოდება. არც ისე სასიამოვნო დღეების, მაგრამ სწორი რაც არის ესე უნდა მოიცე, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, რა სჭირდება დღეს ქართულ ხალხს. და ქართულ ხალხს მუდმივად იმის სახით რომ არაფერი არ გამოვა და ბიძინა ივანიშვილი უძლეველია და მოდი დაველოდოთ რეჟიმი როდის ჩამოიშლება თავისით, ეს თავის მოტყუებაა და არ შეიძლება მოქალაქეები მოვატყუოთ. არ შეიძლება. უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც ამ შესაძლებლობა არსებობს. მადიარზე ამბობენ, რომ არჩევნები რეალურად მოიგო სწორედ მისი სწორი საარჩევნო კამპანიით და სწორი მესიჯებით, რითაც ის ჩადიოდა თითოეულ ქალაქსა და სოფელში. მე მინდოდა მეკითხა თქვენთვის, აი იგივე პეტერ მადიარის კამპანიამ დაგანახათ თუ არა, რომ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის აი უშუალოდ ლელოს წინასაარჩევნო და არა მხოლოდ ეს წინასაარჩევნო მარათონი ფორმირებას საჭიროებს, თუმცა თქვენ გარკვეულწილად უპასუხეთ ამ ასე თქვათ ნაწილს ამ საკითხს კითხვის დასმის გარეშე. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ლელოს მესიჯები სწორი და ზუსტია. მაშინ რატომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის არც ლელოა გამონაკლისი, ვერ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. აი მაინც გარედან რაც ჩანს ყოველ შემთხვევაში და პრინციპში ამას თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც ადასტურებს, ოპოზიციურ ძალებს ნაკლები ნდობა აქვთ საზოგადოების მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აღარ მოსწონდეთ ქართული ოცნება. მე არ ვფიქრობ, რომ ნაკლები ნდობა აქვთ, მე ვფიქრობ, რომ შეცდომებს უშვებს ოპოზიცია პოლიტიკური სტრატეგიის შერჩევისას. შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნების განწყობაზე გეკითხებოდით. ამორჩევლის განწყობაზე გასපასუხობთ მეც. შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნები ჩავთვალოთ რაიმე ტიპის ნიშნულად ავიღოთ მხარდაჭერის, მაშინ როცა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ეს იყო რაღაც გამოგონილი სიტყვები და რუსული სპეცოპერაცია. მადიარს გეუბნებით ძალიან მარტივი ფორმულირებით. ეს პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ უნგრეთში მადიარს წაუყენებდნენ ბრალს, რომ ის არის მოღალატე, გარიგებაში მყოფი და რუსულ სპეცოპერაციას შევიდა. ამ გამარჯვებულ კაცს ამჟამად უკვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს. ერთი თვის წინ ეჯდებოდა გარშემო ალბათ 30 პოლიტიკოსი და ეტყოდა, რომ რუსულ სპეცოპერაციაში რატო ღებულობ მონაწილეობას. ანუ ეს არის მთავარი შეცდომა. და ამ შეცდომაზე თუ გუშინდელ დღეს თუ დიაგნოზს საკუთარ თავს არ დაუსვამ, საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზმს არ დაუსვამ, შეუძლებელია რომ ხვალ უმკურნალო ამ პრობლემას. ამაზე ვსაუბრობთ და ქართული ხალხის შეფასება, მე მგონია რომ შეცდომების გამო არის სწორედ მათი ნაკლები აქტიურობა. შეცდომების გამო არის ის, რომ რწმენა არჩევნებთან დაკავშირებით შემცირებულია. ივანიშვილის ბრალია ყველაფერი, რა თქმა უნდა. ყველაფერი არის ივანიშვილის ბრალი. ივანიშვილმა შეარყია, თუმცა ოპოზიციამ ამაში ხელი შეუწყო, რომ ჩვენ ერთ დღესაც დამხდარიყავით და მსჯელობის საგანი ყოფილიყო, თუნდაც რა აზრი აქვს არჩევნებს. ყოველთვის აქვს არჩევნებს აზრი და გჭირდება ის, რომ დიდი უპირატესობა გქონდეს. დიდი უპირატესობით უნდა გაყალბებასაც თავისი ლიმიტები აქვს. გაყალბების მაჩვენებელს აქვს თავისი 2012 წელს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა? მარტივად ვკითხულობ. არ იყო გაყალბება? ყოველთვის ყალბდებოდა მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებში. 2012 უბრალოდ აღარ იყო გაყალბების მასშტაბი. და ჩვენც ესე უნდა დავამარცხოთ. არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის გაყალბების მასშტაბი და თბილისის არჩევნები იყო სწორედ ასეთი, სადაც 80-20-ზე იყო თანაფარდობა. შედეგებს გადავხედოთ, შედეგები განახობს ამ პოლიტიკას. ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ესეთი ფართო თემაა, სხვა კუთხით გვაქვს გასაშლელი, ამიტომ დრო რომ სწორად გავანაწილოთ, ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა იცვლება უკვე თვითონ ქართული ოცნებისთვის იმით, რომ აი 16 წლიანი მმართველობის შემდეგ უნგრეთის ხელისუფლებაში აღარ იქნება ვიქტორ ორბანი, რომელიც მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ევროკავშირისთვის, ეწინააღმდეგებოდა ამ ორგანიზაციის ყველა ძირითად გადაწყვეტილებას, მათ შორის ბლოკავდა სანქციებს და მათ შორის ბლოკავდა ქართული ოცნების
ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებულ სანქციებსაც. აი როგორ ფიქრობთ, რა დაკარგა ქართულმა ოცნებამ ორბანის წასვლით? მეორე მხრივ რა ეშველება ქართულ ოცნებას ევროკავშირთან ურთიერთობებში ორბანის გარეშე და მესამე მხრივ ვინ დარჩა, ასე ვთქვათ, დასაყრდენი ევროპული ქვეყანა ევროპაში და ვისი მეძე შეუძლია მოკლედ იყოს დღის შემდეგ, როდესაც აღარ ეყოლება ვიქტორ ორბანი. ქართულ ოცნებას როგორც რუსული კავშირების მქონე ხელისუფლებას უკვე მოკავშირეები თითქმის აღარ ყავს ევროპის მასშტაბით. კი ვიქტორ ორბანი ყოველთვის ცდილობდა დაებლოკა პერსონალური სანქციები ქართული ოცნების დანაშაულში ბრალდებულ ან ეჭვმიტანილ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან მიმართებაში. და ეს იწვევდა ძალიან უცნაურ და მათ შორის სრულად მოსალოდნელ შედეგს. ეს იყო ის, რომ თუ ვიქტორ ორბანი ბლოკავდა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების პროცესს, ევროკავშირი იწყებდა ფიქრს ალტერნატიულ გზებზე. ერთ-ერთი ალტერნატიული გზა იყო, ჩემი აზრით, მცდარი გზა ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერება. რის გამოც ივანიშვილმა რეალურად საკუთარი ინტერესების სასიკეთოდ და სასარგებლოდ გაწირა 3 მილიონამდე მოქალაქის ინტერესი, უვიზო მიმოსვლის ინტერესი და რომელიც რისკის ქვეშ იდგა. იმიტომ რომ სხვანაირად პასუხისმგებლობას და ფასის გადახდას ვერ ახერხებდა, ფასი გადაიხადა ივანიშვილის ხელისუფლებას. თუ არ დაიბლოკება ივანიშვილის მიმართ სანქციები ევროკავშირში, აღარც გაჩნდება აუცილებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების და უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეჩერდეს. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ უვიზო მიმოსვლა ჰქონდეთ ევროკავშირთან, ძალიან მარტივია, რომ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა, პარტნიორობა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქეებს. თავისი მისწრაფებით, თავისი კანონმორჩილებით, კეთილსინდისიერებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ცვლილება აუცილებლად მოახდენს ძალიან მძიმე გავლენას ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაზე, თავის მხრივ ევროკავშირს გაათავისუფლებს იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რაც აისახება მაგალითად უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში, ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში, აისახება საგარეო პოლიტიკის წარმოების ნაწილში და ასე შემდეგ. ამიტომ ვიქტორ ორბანის დამარცხება არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და ამას ჭირდება მხოლოდ სწორი პოლიტიკური სტრატეგია და შრომა, ძალიან ბევრი შრომა, მარტო შრომა არა, ძალიან ბევრი შრომა და კი მსხვერპლიც. ეს მსხვერპლი ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა გავიღოთ, თავად ჩვენ ხარჯზე, ჩვენი შრომის, ჩვენი ფიზიკური ძალისხმევის ხარჯზე უნდა მოხდეს ის, რომ შევძლოთ შრომით, ძალიან ბევრი სიარულით, კომუნიკაციით, თუნდაც დაგჩაგრონ, თუნდაც დაგვიჭირონ, თუნდაც ჩვენი პოლიტიკური პარტიები აკრძალონ. ამკრძალავენ მე გავაგრძებ სხვას და უჭერ მხარს, სხვა პოლიტიკოს დაუჭერ მხარს და აუცილებლად, იმიტომ რომ აქ ხო მიზანზეა საუბარი. თუ აკრძალული პოლიტიკური ლიდერი ანებებს პოლიტიკას თავს, ეს ნიშნავს, რომ მარტო საკუთარი თავი აინტერესებდა. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით და მათ შორის ჩემი კოლეგების მაგალითზე. თუ მე როგორც პოლიტიკოს ამეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, მე დავრჩები რიგით აქტივისტი და დავეხმარები სხვებს. აი ეს მსხვერპლი, რომელიც პოლიტიკოსმა ავტორიტარიზმთან ბრძოლაში უნდა გაიღოს, არის პირველ რიგში საკუთარი თავი. შრომა, ძალისხმევა და თუნდაც საკუთარ კომფორტზე უარის თქმა. და ეს კომფორტი შეიძლება ძალიან სასიცოცხლო იყოს ხშირ შემთხვევაში, თავისუფლებას ეხებოდეს, არ გულისხმობთ რაღაც თბილ სავარძელში ჯდომას. ჩვენ სავარძლებით დიდი ხანია უარი ვთქვით, 2020-შიც მანდატები დავთმეთ, 2024-შიც მანდატები დავთმეთ, 2025-შიც დავთმეთ მანდატები და 2021-შიც მე პირადად გამოვედი საკრებულოდან, ასევე პარლამენტიდანაც გამოვედი. ანუ არ გვაინტერესებს ეს რაღაცა. ავუწურად მოდით დღეს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შევეხოთ, მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებულს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იმყოფებოდა დღეს პარლამენტში, ის ინტერპელაციის წესით დაიბარა კახარიას პარტიამ. კითხვები კი შეეხებოდა სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ქვეყნის დღევანდელ კურსს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მინისტრის პოზიციაზეც საინტერესო იქნება თქვენი გამოხმაურება. აი მაგალითად მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ ტყუილია თითქოს ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე და აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა. ის იქით მოუწოდებს ბრიუსელს დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას საქმე შანტაჟის ნაცვლად. მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რისთვისაც საჭირო ევროკავშირის
კავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, როგორც აღნიშნე საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა ეს განცხადება მაკაბოჭორიშვილმა. თუ უყურეთ მინისტრის მოსმენას და რა პასუხი მიიღეთ კითხვაზე, რა არის ის საგარეო კურსი, საიდკენაც ქართული ოცნებაც მიდის და მიჰყავს ჩვენი ქვეყანაც. მაკაბოჭორიშვილის გამოსვლისთვის ნამდვილად არ მიყურებია, არ მინახავს, თუმცა მათი შეფასება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაეჩერებინა. ყველა მისი პოლიტიკური ნაბიჯი, მურუსიძისთვის სასამართლოს ჩაბარება, რეპრესიული პროკურატურის შექმნა, შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური პატიმრების გაჩენა და ჩატოვება ჩვენს გარშემო საერთოდ, საგარეო ურთიერთობებში ჩვენი პარტნიორების, მეგობრების განაწყენება. ამ დროს გერმანია გავანაწყენეთ და ვიქტორ ორბანი გახდა ჩვენი მეგობარი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს აგინეს და ლანძღეს, დედა აგინეს. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი მიშვერეთ მიკროფონზე, დედა აგინეს სენატორებს და კონგრესმენებს. მეტი რა უნდა გააკეთოთ? ანუ და როგორ თვლიან, რომ ამ პირობებში ასეთ ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატები დაელაპარაკება და შეეხვეწება კიდევ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერენ საქართველოს განვითარებას. ყველა ტიპის შეძლებულება. სადღა არის ის პროექტები, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა, ტრაქტორიდან დაწყებული, დამთავრებული შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრებით, ჯარის მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერით, სკოლების მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების გახსნის მხარდაჭერით. არის ეს პროექტები სადმე? აღარაფერი აღარ არის. ყველაფერი გაჩერდა ქართული ოცნების პირობებში. დღეს დარჩენილები არიან იმაზე, რომ გაძვირებული ბენზინის ხარჯზე ჩვენი ჯიპიდან 1 ლარი ამოიღონ აქციზის საფასური, გააძვირონ თამბაქო და თამბაქოდან ამოიღონ საფასური, გააძვირონ ყველაფერი, დენი გააძვირდა 30%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის საფასური. დენი გაძვირდა 30%-ით. წარმოგვიდგენია, რომ ყველაზე საბაზისო საჭიროება რა არის ამ ქვეყანაში? პური და გაძვირებულია, ელექტროენერგია გაძვირებულია, კომუნალური გაძვირებულია, საწვავი გაძვირებულია. 6 წლამდე მანქანა, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანა არ შემოიყვანოთო, ჩვენ ეკოლოგიაზე ვზრუნავთო. ვინ არის რამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ახალ-ახალი ავტომობილი შემოყვანა? რამდენია ესეთი? თვითონ არიან მხოლოდ ესეთები. არ გაუგებარია უბრალოდ რა ტიპის ცვლილებებს ღებულ მხოლოდ და ბიუჯეტის ამოღება. აი პოლიციის დღე ავიღოთ. რამდენიმე კვირაში იქნება პოლიციის დღე. 1,5 მილიონზე პირდაპირ შესყიდვა გამოაცხადეს. 1,5 მილიონზე პირდაპირ შესყიდვა. პოლიციის დღე ხო აღდგომის დღესასწაული არა, რომელიც მოძრავი თარიღია. 1 წლის წინ არ იცოდნენ, რომ კონკრეტულ დღეს პოლიციის დღე უნდა აღენიშნათ, გამოეცხადებინათ ტენდერი? არა. პირდაპირ შესყიდვის წესით 1,5 მილიონიდან დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ასეულობით 1000 მოიპარავენ. ახალი ინიციატივა რომ გამოაგორეს და 9 მილიარდი უნდა გადაიხადოს, 9 მილიარდი სასკოლო ფორმების შეკერვაში. მაშინ როცა წლების განმავლობაში ვსაუბრობთ ამაზე, ერთი პრემიერი ვითომ მაგის გამო იმსხვერპლებს კვირიკაშვილი. ბავშვთა შიმშილია სკოლაში. ბავშვთა შიმშილი, ყოველი მეორე და მესამე ბავშვი სკოლაში შიმშილობს, ფიზიკურად შიმშილობს. მასწავლებელთა ისტორიები მაქვს მოსმენილი და გაქვთ თქვენს დარწმუნებული ვარ მოსმენილი, გონებას როგორ კარგავენ მშიერი ბავშვები საჯარო სკოლებში. და ამ დროს საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ ფორმები უნდა შეუკერონ ბავშვებს. ანუ ხო შეიძლება ადეკვატურობის პირობებში რაღაცა პრიორიტეტები განსაზღვროთ. ამათ პირობებში არ შეიძლება ეს ყველაფერი არის ფარსი, კორუფცია, ტყუილი და უსამართლობა და უკანონობა, რომელსაც ჯამურად ჩვენ ვარქმევთ სახელს რუსულ რეჟიმს. ირაკლი, ბოლო კითხვას დაგისვავთ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით და ამით დაგემშვიდობებით. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მთავრობაში ვიხილოთ საკადრო ცვლილებები. ეტევ პირველი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დატოვებს უწყებას და ის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი არსებული ინფორმაციით დაუბრუნდება დიპლომატიურ სამსახურს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ჩაიბარებს რონი მესხი, რომელიც ამ დროისთვის არის გელა გელაძის მოადგილე. აი რა გაქვთ სათქმელი, რატომ შეიძლება მთავრობა ხედავდეს ამ ტიპის ცვლილებების საჭიროებას და რაც მთავარია, რა შეიძლება ასეთმა გადაადგილებამ, თუ კი ის ნამდვილად მოხდება, შეცვალოს რამე ერთი მხრივ შინაგან საქმეთა და მეორე მხრივ თავდაცვის სამინისტროებში. მე ვერანაირ ცვლილებას და შესაძლებლობას იმისა, რომ გაკეთილშობილდეს ქართული ოცნება ვერ ხედავ. ქართული ოცნება არის უკვე
ძირ გამომპალი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს გაკეთილშობილების. ეს გადაადგილება ჩიქოვანი მარცხნივ იქნება თუ გელაძე მარჯვნივ იქნება, არანაირი ღირებულება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა კლანური დაპირისპირებების, შიდა კლანური გარჩევების შედეგი, რომ ვიღაცას ჩარეცხავენ, ვიღაცას დროებით ზემოთ წამოწევენ, სხვას არაფერს არ ცვლის. ვერტიკალს ქმნის ივანიშვილი, მისი სამწუხაროდ ბინძური დანაშაულებრივი ფული და სამწუხაროდ ეს ვერტიკალი დგას მხოლოდ ერთ ადამიანზე, არც ინსტიტუციები არ არსებობს და პირველი პირი რომ უნდა ერქვას წესით ირაკლი კობახიძე კუდამოძუებული დასდევს ალიევის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ერთადერთი სურვილით, რომ ოღონდ მათ შორის როგორმე კადრში მოხვდეს. ამ პირობებში, სადაც ეგრეთ წოდებული პირველი პირი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, ანულირებას აკეთებს ივანიშვილი კობახიძის, საერთოდ სხვა გადაადგილებებზე კომენტარის ან რაიმე შინაარსის დანახვის შესაძლებლობას ფიზიკურად ვერ ვხედავ.